იგიგაის ფილოსოფია გაჩილებით ღრმა და მრავალშრიანია, ვიდრე უბრალოდ საყვარელი საქმის პოვნა. დასავლებში ის ხშირად კარიერულ წარმატებასთან ასოცირდება, მაგრამ იაპონიაში იკიგაი ცხოვრების წესია, რომელიც მოიცავს ყოველდღიურობის აღქმას, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. აქ არის იკიგაის ფილოსოფიის ვრცელი მიმოხილვა, რომელიც დაგეხმარება ჩაწვდე მის რეალურ არსს. 1. იკიგაის რეალური მნიშვნელობა, მითი vs რეალობა. დასავლური ინტერპრეტაცია. ჩვენ ხშირად ვხედავთ 4 წრის დიაგრამას: რა გიყვარს, პლუს რაში გიხდიან, პლუს რა სჭირდება სამყაროს, პლუს რაში ხარ მაგარი. ეს სქემა რეალურად ესპანელმა ავტორმა ანდრეს ზუზუნაგამ შექმნა და შემდეგ ბლოგერმა მარკ ვინმა დაუკავშირა იკიგაის. ეს კარგი მოდელია კარიერისთვის, მაგრამ არ არის სრული იაპონური ფილოსოფია. იაპონური რეალობა. იაპონელებისთვის იკიგაი ყოველთვის არ ნიშნავს სამსახურს ან ფულს. იაპონელ მეთევზისთვის იკიგაი შეიძლება იყოს დილით ადრე ზღვაში გასვლა. ბებიისთვის შვილიშვილების ღიმილი, ხელოსნისთვის დეტალების სრულყოფა. ეს არის პროცესი, რომელიც ცხოვრებას აზრს სცემს, მიუხედავად იმისა, მოაქვს თუ არა მას შემოსავალი. იკიგაის 5 საყრდენი, კენ მოგის მიხედვით. იაპონელი ნეირომეცნიერი კენ მოგი თავის წიგნში გამოყოფს იკიგაის 5 ფუნდამენტურ პრინციპს. თუ გინდა იკიგაის მიგნება, ეს 5 ნაბიჯი უნდა გაიაზრო. a. დაიწყე პატარა ნაბიჯებით. Starting small. დიდი მიზნები ხშირად გვაშინებს. იკიგაი გვასწავლის, რომ დავიწყოთ ელემენტარულით. გინდა იყო მწერალი, ნუ ფიქრობ რომანზე, დაწერე ერთი წინადადება დღეს. იაპონიაში არსებობს ცნება კოდავარი, ქოდავარი, რაც ნიშნავს საქმისადმი პირად სტანდარტს და დეტალებზე ორიენტირებას, თუნდაც ამას არავინ ხედავდეს. b. გაათავისუფლე საკუთარი თავი. Releasing yourself. ეს ნიშნავს ეგოს დავიწყებას. როდესაც რაღაცას აკეთებ, უნდა იყო იმდენად ჩართული, რომ დაგავიწყდეს, როგორ გამოიყურები სხვების თვალში. ეს არის ბავშვული გულწრფელობა, როდესაც განიჭებს სიამოვნება თავად პროცესი და არა შედეგი, აღიარება თუ ჯილდო. g. ჰარმონია და მდგრადობა. Harmony and sustainability. შენი იკიგაი არ უნდა ვნებდეს სხვებს ან გარემოს. იაპონური კულტურა კოლექტივიზმზეა დაფუძნებული. შენ ვერ იქნები ბედნიერი მარტო თუ შენს გარშემო ქაოსია. იკიგაი ნიშნავს იპოვოს შენი ადგილი სოციუმში ისე, რომ იყო სასარგებლო და თან ჰარმონიული. d. წვრილმების სიხარული. Joy of little things. დილის ყავის სურნელი, მზის სხივი ფანჯარაში, კარგი საუზმე. იაპონელები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ მცირე დეტალებს. ბედნიერება არ არის ერთი დიდი ტრიუმფი. ის შედგეს პატარა, ყოველდღიური სიხარულების ჯაჭვის. d. იყო აქ და ახლა. Being in the here and now. წარსულის სინანული და მომავალი შიში ყლავს იკიგაის. იაპონური ჩაის ცერემონიის ფილოსოფიაა იჩიგო იჩიე. ერთი მომენტი, ერთი შესაძლებლობა. ეს შეხვედრა, ეს წუთი აღარასდროს განმეორდება, ამიტომ დააფასე ის ახლა. 3. ლურჯი ზონების გაკვეთილი. ოკინავა. კუნძული ოკინავა ითვლება უკვდავთა მიწად, რადგან აქ ყველაზე მეტი 100-წლოვანი ადამიანი ცხოვრობს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მათ დღეგრძელობას იკიგაი განაპირობებს, რომელიც ფიზიკურ ჩვევებში ცვლინდება. მოაი. მეგობრების მჭიდრო წრე, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთმანეთს ეხმარებიან, ემოციურად და ფინანსურად. მარტოობა იკიგაის მტერია. ჰარა ჰაჩი ბუ, კონფუცისეული პრინციპი, ჭამე მანამ, სანამ კუჭი 80%-ით არ გაივსება. სიმაძღრე იწვევს სხეულის დაღლას, ზომიერება კი ენერგიას ინარჩუნებს. მუდმივი მოძრაობა. ისინი არ დადიან სპორტ დარბაზში, მაგრამ არც სხედან. ისინი უვლიან ბაღს, სეირნობენ, სხედან ძირს, რაც სახსრებს ავარჯიშებს. პენსიაზე არ გასვლა. იაპონურ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც ზუსტად ნიშნავს პენსიაზე გასვლას, საქმისაგან სრულ ჩამოშორებას. ისინი აქტიურები რჩებიან სიცოცხლის ბოლომდე. 4. იკიგაი და ნაკადის მდგომარეობა. ფსიქოლოგიურ დონეზე იკიგაი მჭიდრო კავშირშია ნაკადის მდგომარეობასთან, flow state. ეს არის მომენტი, როცა საქმეში იმდენად ხარ ჩაძირული, რომ დროის შეგრძნებას კარგავ. თუ დავალება ძალიან რთულია, განიცდი სტრესს. თუ დავალება ძალიან ადვილია, განიცდი მოწყენილობას. იკიგაი არის შუაში. როცა საქმე საკმარისად რთულია, რომ ინტერესი არ დაკარგო, მაგრამ გაქვს საკმარისი უნარები, რომ მას გაუმკლავდე. 5. რეზიუმე. როგორ ვიცხოვროთ იკიგაით? იკიგაის ფილოსოფია გვასწავლის, რომ ცხოვრების აზრი არ არის სადღაც შორს, დიდ მიღწევებში. ის არის ყოველდღიურ რუტინაში აზრის პოვნაში. კონდეს რაღაც, რის გამოც დგები. ეს შეიძლება იყოს შენი ძაღლის გასეირნება ან ახალი პროექტის დაწყება.
მიიღე სირთულეები. იაპონური კონცეფცია გამან ნიშნავს ღირსეულად მოთმენას და გამძლეობას რთულ დროს. იკიგაი გეხმარება გადაიტანო ტკივილი, რადგან იცი, რისთვის ცოცხლობ. იყავი მადლიერი. დააფასე ის, რაც გაქვს, სანამ მიილტვი იმისკენ, რაც გინდა. დასკვნა. იკიგაი არ არის დანიშნულების ადგილი, ეს არის მოგზაურობა. შენი იკიგაი 20 წლის ასაკში სხვა იქნება და 70 წლის ასაკში სხვა. თავარია ყოველ ეტაპზე იპოვო ის ნაპერწყალი, რომელიც თვალებს აგიბრჭყვიალებს.